ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ვითარდება და მასთან ერთად იცვლება მისი ურთიერთობა ადამიანებთან. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო სიახლეზე, რომელიც ცნობილმა AI კომპანია Anthropic-მა დანერგა. Anthropic-მა განაცხადა, რომ მის ზოგიერთ ყველაზე ახალ და დიდ მოდელს, მათ შორის Claude Opus 24 და 1 სახლ შეუძლია საუბრის დასრულება. როდესაც საქმე მავნე ან შეურაცხმყოფელ მომხმარებელთან ურთიერთობას ეხება. მაგრამ საინტერესოა, რომ კომპანია ამას აკეთებს არა მომხმარებლის დასაცავად, არამედ თავად ხელოვნური ინტელექტის მოდელის დასაცავად. რა თქმა უნდა, Anthropic-ი არ ამტკიცებს, რომ მისი მოდელები გონიერია, ან შეიძლება მათ საუბრით ზიანი მიადგეთ, თუმცა კომპანია ამას მოდელის კეთილდღეობის შესწავლის ფარგლებში აკეთებს და ფაქტობრივად პრევენციულ ზომას მიმართავს. ისინი ამბობენ, რომ ეს ფუნქცია განკუთვნილია მხოლოდ უკიდურესი გამონაკლისი შემთხვევებისთვის. მაგალითად, როდესაც მომხმარებელი ითხოვს ინფორმაციას არასრულწლოვანთა სექსუალურ კონტენტზე ან მასშტაბური ძალადობის ან ტერორისტული აქტების განხორციელების ხელშეწყობაზე. კომპანიის ტესტირების შედეგად Claude Opus 4-მა გამოავლინა აშკარა უკმაყოფილება, როდესაც მსგავსი თხოვნების შესრულება უწევდა. ახალი ფუნქციის თანახმად Claude-ს შეუძლია საუბარი მხოლოდ მას შემდეგ დაასრულოს, რაც სხვა მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდება. თუ Claude საუბარს დაასრულებს, მომხმარებელს მაინც შეიძლება ახალი საუბრის დაწყება ან პრობლემური საუბრის რედაქტირება, რათა სხვა მიმართულებით წავიდეს. ეს უჩვეულო და საინტერესო ნაბიჯია AI-ის უსაფრთხოების სფეროში. Anthropic-ი ამ ექსპერიმენტს განიხილავს როგორც მცდელობას შეისწავლოს თუ როგორ უნდა ურთიერთობდნენ ადამიანები ხელოვნურ ინტელექტთან და შესაძლოა როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები AI-ის სამომავლოდ. გამოიწერეთ ეს არხი და ვეცდები მსგავსი ინფორმაციები ხშირად მოგაწოდოთ.